გამარჯობა, დღეს ვაგრძელებთ რობერტ გრინის ძალაუფლების 48 კანონის განხილვას. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და დღეს გვაქვს მე-20 ეპიზოდი. მე თვითონაც არ მჯერა, რომ ამ არხისთვის უკვე მე-20 ეპიზოდს წერ და ძალიან დიდი მადლობა ჩემს ყველა გამომწერს და მაყურებელს. დღეს განვიხილავთ მე-9 კანონს. მე-9 კანონი გვეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ ჩვენი ქმედებებით და არასდროს კამათით. აქვე ვიტყვი, რომ ამ კანონს სრულიად ვეთანხმები. კანონის ფორმულირება. ნებისმიერი ამწუთიური ტრიუმფი, რომელიც თქვენი აზრით კამათში მოიპოვეთ, სინამდვილეში პიროსის გამარჯვების ტოლფასია. ის ბრაზი და აღშფოთება, რომელიც გამოიწვიეთ, ბევრად უფრო ძლიერია და უფრო დიდხანს გასტანს, ვიდრე წუთიერი მოსაზრების შეცვლა. ბევრად უფრო ძლევამოსილი ქმედებაა, სხვები აიძულოთ დაგეთანხმონ თქვენი ქმედებების საფუძველზე. სიტყვის უთქმელად აჩვენეთ. ახსნა არ არის საჭირო. რა თქმა უნდა, კარიერის დასაწყისში და განსაკუთრებით მაშინ, როცა სტუდენტი ვიყავი, სხვანაირად ვფიქრობდი, თან იურისტი ვარ და საერთოდ კამათის ხელოვნებას მასწავლიდნენ როგორც საკანს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობდი, რაც უფრო თავდაჯერებული ვიქნებოდი კამათში, კარგი არგუმენტები მექნებოდა და რაღაც გამარჯვებული დავტოვებდი ოთახს, უფრო მაგარი პროფესიონალი ვიქნებოდი და ვიღაცას რაღაცას დავუმტკიცებდი ან ვაჯობებდი. მერე ეს უკვე სამსახურებში, ესე ვთქვათ, შეიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ზოგადად არ ვარ კონფლიქტური და არც ადრე არ ყოფილვარ, მაგრამ ისეთ საკითხებში, რაშიც მქონდა კომპეტენცია, ან ვფიქრობდი, რომ მქონდა, მიყვარდა დისკუსია კამათი და ხშირად ჩემი სიჯიუტის, თავდაჯერებულობის და თან რაღაც საკითხებში კომპეტენტურის გამო კამათებში გამარჯვებულის გამოსულარ. მაგრამ მე ხვდებოდი, რომ ეს აისახებოდა ჩემს ურთიერთობებზე და არა მარტო სამსახურეობრივ, არამედ მეგობრებთანაც და ზოგადად. და რაღაცნაირად დავიწყე ფიქრი, რომ აი რა სარგებელი მოაქვს ჩემთვის ამ კამათის შედეგებს, ვის რას ვუმტკიცებ, რატო არის იმ ადამიანის, ესე ვთქვათ, ჩემი ოპონენტის აზრი მნიშვნელოვანი ჩემ შესახებ, ან რატომ მინდა დავამტკიცო, რომ ეს ჩემი ჭეშმარიტებაა, ერთი ჭეშმარიტება და შენი არ არის და საბოლოოდ ეს კანონი გავიაზრე და დავეთანხმე რობერტ გრინს იმაში, რომ ჯობს ვიმოქმედოთ, ვიდრე ვიკამათოთ, როცა საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა სამსახურში ჩემს ერთ-ერთ HR-თან. და ახლა მოგიყვებით, რაში იყო საქმე. ამ სამსახურში ყოველწლიური გამოკითხვა ბოდიში, ყოველ 6 თვეში ერთხელ კეთდებოდა გამოკითხვა, რა მოგწონდა, რას გამოვასწორებდით და თან ესე HR-ები გვეუბნებოდნენ, რომ აი გულწრფელები უნდა იყოთ, თქვენ თუ გინდათ, რომ შეიცვალოს სამუშაო გარემო, კორპორატიული კულტურა, იყავით გულწრფელები და მეც გულწრფელად დავუწერე, რომ აი კონკრეტულად HR-ის დეპარტამენტში არ მომწონდა, ეხლა არ მახსოვს 2 ან 3 რაღაც და დავუწერე, რომ აი ჩემი აზრით ამაზე გაქვს სამუშაო და კარგი იქნება თუ რამე ცვლილებებს დავინახავთ ამ წლის მანძილზე. და მე მეგონა, რომ ეს რაღაც კარგი საქმე გავაკეთე, იმიტომ რომ თვითონ ესე ვთქვათ, მათგან მოდიოდა, რომ გულწრფელობა, გამჭირვალობა და ეს ყველაფერი, ეს ჩემი კომენტარები არ იყო საჯარო, ანუ გულისხმობ მთელი კომპანია ვერ წაიკითხავდა, კონკრეტულად HR-ი ამუშავებდა და მე CEO-სთან მიდიოდა და HR-ის უფროსი იმდენად გაბრაზდა, რომ ეს ჩემი კომენტარი შეიძლება და CEO-მდე მისული იყო, რომ გადამეკიდა და აი სულ ცდილობდა, რომ ჩემს გაკეთებულ ან ჩემ დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანების გაკეთებულ საქმეში რამე შეცდომა ამოეკითხა, ან რაღაცნაირად არ ვიცი, არასრული ინფორმაცია მოეწოდებინა, რაც იწვევდა მერე სიტყვაზე არა სრულყოფილი ხელშეკრულების გაკეთებას და ასე შემდეგ. სულ ცდილობდა, რომ რაღაც ცუდი სიტუაციები შეექმნა ჩემ
გარშემო და რაღაცნაირად იმიჯი დაეზიანებინა და მივხვდი რომ ეს გამოწვეული იყო ჩემი გულწრფელი ესე ვთქვათ ფიდბექის გამო. მაგრამ მეც არ დავნებდი ამ ჩემი მოკამათე ვერძული ხასიათით და ავდექი და როცა ის მიტევდა მეც ვუტევდი და აი ეს ვასაბუთებდი რომ არა ის იყო ესე ვთქვათ მცდარი და იმისმა გუნდმა დაუშვა შეცდომები და ვაგროვებდი მეილს ვინ როდის რა მომწერა რა აკლდა რა არ აკლდა და ძალიან დიდი დრო მეხარჯებოდა აი ამ ესე ვთქვათ კამათზე და ეს იყო თან პინგ-პონგის რეჟიმში ის შემომიტევდა მე შევუტევდი და იზრდებოდა და იზრდებოდა ანუ ორი ადამიანი ერთმანეთს ყვებავდით ამ ესე ვთქვათ კონფლიქტის კერით და კამათით მე უკვე როცა იქიდან ძალიან დიდი დარტყმა დამიბრუნდა რომელიც თან იყო ესე ვთქვათ ფიქტიური არაფრისგან შექმნილი გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად აღარ გამეცა პასუხი იმიტომ რომ დავიღალე და მივხვდი რომ ძალიან დიდ ენერგიას ხარჯავდი და თან ახლა დიდად არ იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი მაგ სამსახურში ვიქნებოდი თუ არ ვიქნებოდი შემიძლია რომ თავისუფლად გადავსულიყავი სხვაგანაც და აქედან გამომდინარე რაღაცნაირად შევეშვი რა ამ კამათს და დისკუსიას ამ ადამიანთან და როდესაც მე გავჩერდი თვითონაც გაჩერდა ანუ პასუხი რომ აღარ დავუბრუნე რაღაცნაირად ამ პასუხის არ დაბრუნებამ პასიურობამ თუმცა მოქმედებამ ხო ესეც მოქმედებაა გავიაზრე რომ მე ესე მინდა მოქმედება რომ არ ვუპასუხებ გამოიწვია აი ამ კამათის კონფლიქტური ბუშტის გახეთქვა და ამ ადამიანის დამოკიდებულება ჩემ მიმართ დაუბრუნდა ისევ ესე ვთქვათ ძველ რელსებზე ჩამოგვიყალიბდა ძალიან ნორმალური პროფესიული კარგი ურთიერთობა. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით სამსახურეობრივ სიტუაციაში მოერიდეთ კამათს მოერიდეთ ზედმეტად გულწრფელ გამჭირვალე კომენტარებს სულ რომ გთხოვენ რომ მითხარი როგორი მენეჯერი ვარ აბა ან როგორ მოგწონს ჩემი დეპარტამენტი. არავის არ მოწონს თავის თავზე ცუდის მოსმენა. ეს ძალიან ესე ვთქვათ ბევრჯერ ვისწავლე მიუხედავად იმისა რომ ეს დასავლური კომპანიები სულ მაგას გასწავლიან რომ ფიდბექი არც ქართველს, არც ამერიკელს, არც გერმანელს არ სიამოვნებს, როცა საკუთარ თავზე ეუბნები ობიექტურ სიმართლეს, რომელიც არ არის, ესე ვთქვათ, დადებით, იმიტომ რომ თვითონ თავის თავს სხვა პრიზმიდან უყურებს. შეიძლება თვითონაც აღიქვამდეს, რომ რაღაცაზე სამუშაო აქვს და ეს მისი ნაკლი აქვს, მაგრამ თვლიდეს, რომ აი როგორ გაბედა, რატომ მითხრა საერთოდ. ამიტომ ფრთხილად იყავით, როცა შეფასებებს აძლევთ თქვენ კოლეგებს და იგივე შეგვიძლია ვთქვათ პირად ურთიერთობებზეც. კიდევ ერთი სიტუაცია მინდა რომ მოგიყვანოთ მაგალითად ჩემი პირადი ცხოვრებიდან. აი წარმოიდგინეთ რომ არის ადამიანი X-ი რომელიც სულ ტელევიზიიდან არ ვიცი YouTube-ით გველაპარაკება რომ ალკოჰოლი ძალიან ცუდია, არ დალიოთ, ტვინისთვის ეს არის ტოქსინი, სიმსივნურ უჯრედებს კვებავს და ნუ მოკლედ რა აი ყველა ცუდ რაღაცას გვიყვება. რაც კი შეიძლება რომ იყოს ალკოჰოლზე, მაგრამ ნუ ხედავთ რომ ხან თამადა არის და ხან დაბადების დღეზე სამ შამპანიურს ისხამს თამზე და მოკლედ სვამ შეიძლება მსმელი არ არის, მაგრამ მაინც სვამს, მაგრამ სულ იმაზე გველაპარაკება რომ ალკოჰოლი ცუდია და მეორე შემთხვევაში წარმომიდგინეთ მე ადამიანი რომელსაც უკვე არასრული 2 წელია რაც არ დაულევია, ანუ დეკემბერში გახდება 2 წელი, რაც საერთოდ 1 წუთი ალკოჰოლი არ დამილევია და 2 წელია არ ვსვამ და თან როცა ჩემი მეგობრები მეკითხებიან რატომ არ ვსვამ, ვეუბნები რომ ამიტომ არ დალევამ გააუმჯობესა ჩემს ცხოვრებაში ეს რომელი უფრო დამარჯერებელი ვიქნებით ადამიანი X-ი რომელიც ბევრს ლაპარაკობს და რაზეც ლაპარაკობს იმას ცხოვრებაში არ ნერგავს და არ აპრაქტიკებს თუ მე ადამიანი რომელიც 2 წელია საკუთარ თავს აკვირდება რა ცვლილებები გამოიწვია უალკოჰოლობამ, რატომ არის კარგი, გამოკლდა თუ არა რამე ცხოვრებაში ალკოჰოლის არ მიღების შემდეგ. მოკლედ რისი თქმა მინდა. ეცადეთ ჯერ საქმით განამტკიცოთ ის, რაზეც გინდათ კამათი, თქვენ თვითონ იყავით სახე იმ საკითხის, რომლისაც გჯერათ
და თქვენთვის არის ჭეშმარიტება, თორემ სიტყვები და ლაპარაკი ბევრ შეუძლია და ძალიან კარგად ხედავთ საქართველოში და სხვა ქვეყნებში, რამდენი წინასაარჩევნო დაპირება ამ პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ, ზოგადად ადამიანები, განსაკუთრებულად ნასვამები რამდენ დაპირებებს გასცემენ და ვფიქრობ, რომ ქართველებს გვიყვარს შეპირება რაღაცეებს, რომ გავაკეთებ იმას ვიზამ, ამას ვიზამ და საქმე-საქმეზე რომ იდგება, ეს სიტყვებად რჩება მხოლოდ. აქედან გამომდინარე, იმოქმედეთ და მე ამ მოქმედების შესაბამისად ისაუბრეთ და ძირითად შემთხვევაში საუბარიც არ გჭირდებათ, როცა თქვენ ცოცხალი მაგალითი ხართ იმის, რისიც გჯერათ და რაც არის თქვენთვის ჭეშმარიტება. რამდენიმე გამომწერმა დამიწერა, რომ როცა ყურსასმენებით უსმენთ თქვენს ვიდეოს, ხანდახანო არ არისო ხმამაღალი ხმაო და ჩემი აზრით გავასწორე ეგ ხმის, ასე ვთქვათ, ხარვეზი და თუ ისევ უყურებთ ამ ვიდეოს, ხოთ დამიწერეთ კარგად ისმის თუ არა და ერთ-ერთმა გამომწერმა დამიწერა, რომ ხანდახან მარცხენა ყურში ისმის მარტო და ეგეც გავასწორე, მიკროფონი მქონდა დაყენებული რაღაც უცნაურად და მოკლედ მაინტერესებს ხმა ხომ კარგად გესმით ამ ეპიზოდში. ავტორს ძალიან კარგი მაგალითი ყავს მოყვანილი მე-16 საუკუნის დასაწყისში ფლორენციაში იმდროინდელმა მერმა შეიძინა რაღაცა გიგანტური ძალიან ძვირიანი მარმარილო რომ მოქანდაკეს ესე ვთქვათ ქანდაკება გაეკეთებინა და ვინც დაიქირავეს იმან გააფუჭა ეს მარმარილო რაღაცნაირად და ფაქტიურად გამოუყენებელი გახდა თუმცა მიქელანჯელო ჩამოიყვანეს რომიდან და რა თქმა უნდა მიქელანჯელომ შეხედა ამ მარმარილოს და თქვა რომ გამოაქანდაკებდა დავითს და მოკლედ ესე შეიქმნა დავითის ქანდაკება ფლორენციაში და როდესაც მერი მივიდა სანახავად ესე უთხრა მიქელანჯელოს რომ რაღაცას ცხვირიო ძალიან დიდი და მახინჯი აქვსო და შეასწორეო და მიქელანჯელომ წინააღმდეგობა კი არ გაუწია, რას ქვია მე მითხარი და შენ ამაში ვერ ერკვევი. მიქელანჯელომ უთხრა, რომ კი, აუცილებლად შევასწორებო, გეთანხმებითო. სინამდვილეში არაფერი არ შეუსწორებია, უბრალოდ მიხვდა, რომ მერი ისეთი რაკურსიდან უყურებდა, რომ ცხვირი მართლა დიდი ჩანდა და შემდეგ მოსვლაზე უბრალოდ ისეთი რაკურსიდან ანახა, რომ ცხვირი იყო ძალიან პროპორციული და უთხრა, რომ თქვენ როგორც მირჩიეთო, ისე შევასწორე. აქ ანუ რა მოხდა? ორივემ გაიმარჯვა. მერმა დაიკმაყოფილა თავისი ეგო, რომ ის ყველაფერში ერკვეოდა და მიქელანჯელომ აიღო სამომავლოდ ძალიან კარგი შეკვეთები და ესე ვთქვათ, უპრობლემო მოქანდაკის რეპუტაცია შეიქმნა ამ მერთან, რაც ძალიან ჭკვიანური იყო მისი მხრიდან არაფერი არ დაუკარგავს, თავისი ქანდაკება კი ვიცით დღეს ესე ვთქვათ, როგორი აღიარებულიც არის და თან ადამიანით, რომელიც თავისი პოზიციიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე სავარაუდოდ იყო ეგოტური, ამბიციური, თავდაჯერებული, ქედმაღალი და ამპარტავანი არ შევიდა მასთან პოლემიკაში და კამათში, ანუ პასიური ქმედება გადაწყვიტა და ამ ქმედებით ანახა მერს რომ დიახ, თქვენ მართალი ხართ, გასაყოფი არაფერი არ გვაქვს და ორივე მოგებული შეგვიძლია ვიყოთ ამ ესე ვთქვათ გადაწყვეტით. რა თქმა უნდა, მსგავსი შემთხვევა მქონდა მეც ჩემს ერთ-ერთ სამსახურში, სადაც ჩემ უფროს ვეკამათებოდი ხელშეკრულების კონკრეტულ მუხლსა, რომ მე მესმოდა, რომ ესე უნდა ყოფილიყო, იმისთვის რომ კომპანია დაცული ყოფილიყო და ის მეუბნებოდა, რომ არა, ესე არ უნდა იყოს, მოკლედ არ შევალ დეტალებში, არ ვეთანხმებოდი და არგუმენტები და ზარები და მეილების გაცვლა და ბოლოს დამირეკა და მითხრა, რომ იცი რა არისო, ელენეო, ნუ ინგლისურად მიდიოდა ეს საუბარი და გადმოვთარგმნი. მეო, შენო, იმიტომ არ ამიყვანი ხარ სამსახურში, რომ მეკამათო და წინააღმდეგობა გამიწიო. რასაც გეტყვიო, ის უნდა გააკეთო. მე შენი უფროსი ვარო, უფრო გამოცდილი იურისტი ვარ და ისე უნდა იყოს, როგორც მე ვიტყვიო. რა თქმა უნდა, ამან ძალიან გამაბრაზა, რომ თავი შევიკავა, უთხარი კარგი თქვა, ხელშეკრულების მუხლი ჩავასწორე ისე, როგორც მას უნდა და გავგზავნე და 2-3 კვირაში გაირკვა, რომ ის მუხლი ისე უნდა ყოფილიყო, როგორც მე ვამბობდი, იმიტომ რომ კომპანიას შეექმნა პრობლემა, რადგან დაუცველი დარჩა რაღაც საკითხში. და
ეს კომუნიკაცია, როცა სიო მომწერა, რომ აი ეს შეცდომა დაუშვით, რატო და რაღაცა, პირდაპირ გადავუგზავნეთ ჩემს უფროს, ისე რომ მე არ მიმიწერია კომენტარი, რომ აი ხო გეუბნებოდი და რატო არ გააკეთე ისე და ანუ არ ვაგრძნობინე, რომ იცი რა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მე შენზე ჭკვიანური გადაწყვეტა მქონდა და თვითონ მომიხადა ბოდიში და მითხრა, რომ კონკრეტული თანხის მოცულობის ფარგლებში შემეძლო, რომ მისი დასტურის და გადახედვის გარეშე გამაკეთებინა ხელშეკრულებები, რამაც ძალიან დიდი თავისუფლება მომცა სამსახურში. ანუ აქაც პასიურად მოქმედება გადავწყვიტე, უკან დავიხიე კამათში და ესე ვთქვათ, რაღაც კონფლიქტში არ შევედი, თავი ავარიდე და საბოლოო ჯამში მოგებული დავრჩი, იმიტომ რომ შედეგმა ანახა ის, რაც მინდოდა რომ მენახებინა. და აქ ყველა მინდა დავფიქრდეთ, საერთოდ რატო კამათობთ ნებისმიერ სივრცეში, ოჯახში, მეგობრებთან, ახალგაცნობილ ადამიანებთან, სამსახურებში, უნივერსიტეტებში, რატო ვკამათობთ, რომ დავამტკიცოთ ჩვენი აზრის უპირატესობა და ამ უპირატესობით სხვებზე მოვიპოვოთ უპირატესობა და დავაჯეროთ, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვამ არაფერი არ იცის და მათი აზრი არასწორია. მე ესე ახლა აღარ ვფიქრობ, მართლა მგონია, რომ ორ რადიკალურად განსხვავებულ აზრს შეუძლია ერთად თანაცხოვრება და საერთოდ არ არის საჭირო, რომ ამ ორი სხვადასხვა აზრის გამო მოხდეს კამათი ან კონფლიქტი, თუ ადამიანები თანხმდებიან ფუნდამენტურ ღირებულებებზე. ჩემთვის რა მნიშვნელობა აქვს ადამიანი ქრისტიანია, ბუდისტია თუ მუსლიმია, თუ არის კარგი ადამიანი და სინქრონიზებულია ჩემ ღირებულებებთან. მე რატო უნდა დავუწყო მას კამათი იმაზე, რისიც მას სჯერა. იმ პირობებში, როცა აბსოლუტური ჭეშმარიტება არ არსებობს, რაც მე-19 საუკუნეში ითვლებოდა ზუსტ მეცნიერებად და ესე ვთქვათ, მიგნებებად, მე-20 და 21 საუკუნემ შეიძლება გააბაცილა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის რომ მე დღეს არ ვიცი, ამას ვეძახი თეთრ ფერს, შეიძლება 2 საუკუნეში შეიცვალოს აზრი, მიდგომა და მტკიცებულება და გახდეს ყვითელი ან ნარინჯისფერი. აქედან გამომდინარე, ნუ ვიქნებით ესეთი დარწმუნებულები, რომ მარტო ჩვენ ვართ აბსოლუტური ჭეშმარიტების მატარებლები და თითქოს მარტო ჩვენ ვიპოვეთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც უტყუარია და კითხვას ვერ დაუსვამ. ჩემი აზრით, არაფერი არ არსებობს დღეს ისეთი, რომელზეც 100%-იანი სიზუსტით ვინმე დადებს თავს, რომ აი ეს არასდროს არ შეიცვლება. სულ ესე დარჩება. ადამიანი იზრდება, ვითარდება, ახალ აღმოჩენებშია, ჯერ კიდევ ჩვენი სამყარო არ გვაქვს შეცნობილი, სამყაროს რო თავი დავანებოთ, ჩვენ ტვინს არ ვიცნობთ საერთოდ, მეცნიერულად. აქედან გამომდინარე, სულ უკეთ მივუდგეთ განსხვავებულ აზრს და თუ გვინდა რომ ადამიანს დავანახოთ რაღაც და თუ მაინც და მაინც გვინდა რომ ადამიანს გავაგებინოთ რაღაც განსხვავებული მისთვის მისაღები იყოს, ჯობს მოქმედებით დავანახოთ. და სხვათა შორის ბავშვთა ფსიქოლოგები ამას ამბობენ, რომ მშობელს თუ უნდა რომ ბავშვი ასწავლოს სიგარეტი პირობითად ცუდია, ის კი არ უნდა იძახოს, რომ არ მოწიო, ძალიან ცუდია, ჯანმრთელობისთვის ცუდია და თვითონ ჩუმად გარეთ გადიოდეს და ეწეოდეს და ბავშვი ხვდებოდეს, რასაც მშობელი აკეთებს, არამედ თვითონ უნდა ქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი, მის გარშემო არ უნდა იყოს სიგარეტი და ამით ხვდება, ანუ ბავშვი თქვენი მოქმედებით ხვდება, რა არის კარგი და რა არის ცუდი, ლაპარაკს და კამათს მასთან აზრი არ აქვს. ანუ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი ბავშვებისთვის და ზოგადად ჩვენ გარშემო ადამიანებისთვის იმისი, რისიც გვჯერა და რაც გვინდა რომ სხვას დავაჯეროთ. ეს ყოველ შემთხვევაში ჩემი მოგზალებული აზრია. ავტორით მეთანხმება. თქვენი იდეის დემონსტრირების მთავარი აზრი ისაა, რომ ოპონენტებს არ სჭირდებათ თავის დაცვა. ანუ როცა თქვენი იდეა მოქმედებაში მოყავთ. შესაბამისად, მეტი ღიაობა აქვთ დარწმუნებისთვის. მიეცით მათ საშუალება ფიზიკურად შეიგრძნონ რა გაქვთ მხედველობაში. ეს ნებისმიერ სიტყვაზე ბევრად ძლიერი არგუმენტია.
და ნახეთ როგორი მაგალითი მოყავს. წავიკითხავ რა რამე არ გამომჩეს. ნიკიტა ხრუშჩოვს გამოსვლისას, რომელშიც სტალინის დანაშაულებს ამხელდა, დარბაზიდან დაუყვირეს. თქვენ სტალინთან ერთად მუშაობდით. მაშინ რატომ არ შეაჩერეთ? როგორც ჩანს, ტრიბუნიდან არ ჩანდა ვინ წამოიყვირა. ამიტომ ხრუშჩოვმა იღრიალა, ვინ თქვა? დარბაზი გაისუსა. ხელი არავის აუწევია. რამდენიმე წამის შემდეგ მაყოფილმა ხრუშჩოვმა გულღიად განაცხადა: ახლა ხომ ხვდებით, მაშინ რატომ ვერ შევაჩერე? იმის ნაცვლად, რომ აეხსნა ყველას როგორ ეშინოდა სტალინის, როდესაც უმნიშვნელო დაუმორჩილებლობაც კი სიკვდილს უდრიდა, ხრუშჩოვმა აუდიტორიას გამოაცდევინა, რას ნიშნავდა სტალინთან ურთიერთობა და შეაგრძნობინა მათ ჭკუიდან შემშრელი სიკვდილის შიში. ამ კანონს აქვს გამონაკლისი, ანუ საპირისპირო მოსაზრება, როგორც ავტორი ეძახის და გვირჩევს, როდესაც გამოგვიჭერენ ტყუილში, მაშინ ვილაპარაკოთ და ვიკამათოთ და რაც შეიძლება ვიყოთ ემოციურები, ბევრი დეტალები მოვყვეთ, ანუ ესე ვთქვათ, გავუცოცხლოთ წარმოსახვაში ოპონენტს სურათი, რომ დავაჯეროთ იმაში, თითქოს მართლები ვართ. ეს ძალიან ხშირად გამოიყენება და მე ძალიან ხშირად შემიმჩნევია არა მარტო სამსახურში, მის გარეთაც, აი ადამიანს როცა ტყუილში გამოვიჭერ, როგორ ესე ვთქვათ, ფრთაშესხმული ცდილობს, რომ დაგაჯეროს, რომ აი იმიტომ დააგვიანა, რომ ყველაფერი ესე ვთქვათ, მაშინ მოხდა მის გზაზე, კატასტროფა და ვულკანი ამოიფრქვა და მოგიყვება როგორი ცხელი იყო ლავა და როგორ გარბოდა და პოლიცია შემოხვდა გზად და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რომ დიახ, ესეთი რაღაცაები ხშირად გამოიყენება. თუმცა სხვა შემთხვევებში მოქმედებას და საკუთარი, ესე ვთქვათ, თეორიული ცოდნის და არგუმენტების პრაქტიკაში მოყვანას ყოველთვის აქვს უფრო დიდი წონა. ვინც მუშაობთ, ალბათ დამეთანხმებით, რომ პირველი რამდენიმე სამსახურის მერე არავის აღარ უკითხავს, რომელ უნივერსიტეტში ისწავლეთ, რა ნიშნები ჰქონდათ, ვინ იყვნენ თქვენი ლექტორები, რა საგნები მოგწონდათ და რა არა. ყოველ შემთხვევაში, ჩემ შემთხვევაში კი პირველ ორ სამსახურში მკითხეს, მიმატანინეს დიპლომის ასლებით, მაგრამ მაგის მერე არავის აღარ უკითხავს, მე სად ვსწავლობდი. ყველა უყურებდა, სად ვმუშაობდი, რამდენხანს ვმუშაობდი, დავწინაურდი თუ არა, როგორი ესე ვთქვათ, რეკომენდაცია მქონდა იმ სამსახურიდან, ანუ ყველა უყურებს ამ შენ თეორიულ ცოდნას და თუ გინდათ არგუმენტები დავარქვათ და სწავლებებს, როგორ გამოიყენებ პრაქტიკაში, ანუ როგორ მოქმედებ. აქედან გამომდინარე, ზოგადად ცხოვრებას შევხედოთ ამ ჭრილში, რომ მთავარი არის მოქმედება და მოქმედება ილაპარაკებს ხშირ შემთხვევაში ჩვენ მაგივრად. ძალიან კარგი კანონი მოდის, მე-10 კანონი, რომელიც არის ტოქსიკურ, უბედურ და წარუმატებელ ადამიანებზე და რატომ არ უნდა გქონდეს ურთიერთობა და უნდა ჩამოვიშოროთ ესეთი ადამიანები, ძალიან საინტერესო თავია, არა აქვს მნიშვნელობა თქვენ კარიერას აწყობთ, პირად ცხოვრებას თუ მეგობრებთან ურთიერთობის გარკვევა გინდათ, რამდენიმე, ესე ვთქვათ, ფუნდამენტურ მიგნებაზე და საკითხზე ვისაუბრებთ შემდეგ ეპიზოდში, აუცილებლად ნახეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი და დროებით.